როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდით ვნახოთ მოკლე ექსპრეს საჯარო გააშლით რა წაიღო ნეგატიური თქვენგან ამ დაბნელების კორიდორმა რა წაიღო ნეგატიური ამ კოსმიურმა გადატვირთვამ ჩვენი რეალობისა რა წაიღო თქვენგან ნეგატიური და რას შემოიტანს პოზიტიურს და დადებითს. მას შესაძლოა პირველი ვარიანტი, უბრალოდ პირველი არკანი ხუთიანების პენტაკლები რა წაიღო თქვენგან ნეგატიური, თქვენგან წაიღო კრიზისი, როგორც ფინანსური, ასევე ენერგეტიკული, ასევე წაიღო თქვენგან ყველანაირი უენერგიობა, აპათია, წარუმატებლობა, შიშები, გადაღლა, ყველაფერი რაც არის დაკავშირებული საკუთარი თავის ვერ შეგრძნებასთან, ვერ პოვნასთან, ხო ამ სამყაროში, როდესაც ყველაფერი რთულდება, როდესაც ყველაფერი კრიზისშია, ადამიანს არაფერი არ უხარია, ადამიანს არაფერი ესე იგი არაფერი მის სახეზე ღიმილს, ესე იგი არ გურისმის განწყობას და შესაბამისად, აი ეს ყველაფერი, ხო, ეს კრიზისული პერიოდი წაიღო ნამდვილად თქვენგან ამ დაბნელების კორიდორმა და რა შემოაქვს ახალი. ნახეთ მეგობრებო, ცხრიანების კვერთხები შემოაქვს თქვენთან ახალი, რაც ნიშნავს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა თქვენი ფინანსური პრობლემები წარსულში არის, შემოიტანა დადებითი ასევე ის, რომ თქვენ ისწავლით საკუთარი ენერგიის, საკუთარი საზღვრების და საკუთარი რესურსის დაცვას უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბევრ ამას გადააფასებთ, საკუთარ თავში რწმენას შემოიტანს აუცილებლად ეს დაბნელების კორიდორი თქვენს რეალობაში და თქვენ იქნებით ის ადამიანი, რომელსაც უკვე ეცოდინება სად, როგორ და რა დოზით ჰქონდეს ურთიერთობა ამ თუ იმ ადამიანთან, რამდენად სასარგებლოა ეს ურთიერთობა, რამდენად უსარგებლოა. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან ბევრ რამეს გადააფასებთ თქვენს ცხოვრებაში და მიხვდებით, რომ აი ეს კრიზისი და კრიზისული პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იყო ამ ხნის განმავლობაში, გადააფასებთ და მიხვდებით თუ როგორი ადამიანების გამო დაგემართათ ეს ყველაფერი და ამას თქვენს ცხოვრებაში აღარ დაუშვებთ და აი ამ ფილტრის გააქტიურების შემდგომ თქვენს ცხოვრებაში ამ დაბნელების კორიდორს შემოაქვს ეს დაცულობის შეგრძნება, ფეხზე ადგომის შეგრძნება გარკვეული ბრძოლების მერე, როდესაც ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული და თქვენს თვალწინ, თქვენს ხელებშუა, თქვენ თვითონვე იგრძნობთ, როგორ ძლიერდებით, როგორ სტაბილურდებით და როგორ იძენთ იმ დაცულობის შეგრძნებას, რომელიც ასე ძალიან გაკალდათ. აი ეს არის ჩემო ძვირფასი